ესეთი რამ არ მომხდარა. საქართველოში ფაქტობრივად უქმდება ადამიანების შეკრების და მანიფესტაციის უფლება, იკრძალება წინასწარი გაფრთხილების გარეშე ტროტუარზეც გზის არასავალ ნაწილზე შეკრება და საკუთარი გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების და მანიფესტაციის უფლების დაცვა. რაც ქართულ კონსტიტუციონალიზმში უბრალოდ არასდროს არ მომხდარა და დღეს ფაქტიურად სანქცირებადი ხდება ის, რაც რეალურად არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს. მათ შორის არც რუსეთში, სადაც შეკრების და მანიფესტაციის უფლება ტროტუარზე არ გაუქმებულა. დღეს შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონმდებლობაში ხდება გადატრიალება და დემოკრატიისთვის მასობრივი დარტყმა, როდესაც ტროტუარზე ადამიანების შეკრება ხდება სისტემისგან ნებადართვადი ქმედება. რაც უბრალოდ არათუ რაიმე საერთაშორისო სამართლებრივ ნორმატიულ შინაარსებში თავსდება, არამედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილებით არის დაუშვებლად გამოცხადებული, რაც დღეს ხდება ფაქტიურად ეს არის დემოკრატიის ფორმალური დასასრული. ამის შემდგომ შეუძლებელი გახდება უბრალოდ რაიმე სახის სამოქალაქო საზოგადოების თანაარსებობა.